გამარჯობა. დღეს სენაკის მუნიციპალიტეტში სოფელიქში ჩხარის საოცარ ხეობას ვესტუმრე, რომელიც მოიცავს 70 მეტრამდე კასკადოვან ჩანჩქერს და დიდსაცურაო აუზს. ხეობაში მისასვლელი გზა საკმაოდ მარტივია, ნიშნულებით ძალიან მარტივად მივაგენით ჩანჩქერს. ნებისმიერ მსურველს დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ამ საოცარ ადგილს ვესტუმროს. ადგილზე მისულებს ძალიან მოწესრიგებული გარემო დაგვხვდა. როგორც გავარკვიე, ადგილობრივებს ერთმანეთში გვერდით დგომით გადაუწყვიტავთ გაეკეთებინათ მდინარესთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი და თქვენ ხედავთ როგორ კარგად არის გაკეთებული. ძალიან გაგვიმარტივდა აი ბილიკებით მდინარესთან ჩასვლა. ჩხარი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას წარმოადგენს. მწვანეში ჩაფლული კანიონი სამწუხაროდ დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. ჩხარი შესანიშნავი საპიკნიკე ადგილია და აუცილებლად მიგიზიდავთ მოწესრიგებულობითა და სასიამოვნო ჩრდილებით. მით უმეტეს თუ ზაფხულის ცხელი დღე შეარჩეთ მოგზაურობისთვის. კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა და თვალმწარმტაცი ჩანჩქერები სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის. მდინარეში გაგრილების შემდეგ ხეობას უფრო მაღლა ავუყევით. ერთ-ერთი ნიშნული საადამიოს მღვიმისკენ მიგვანიშნებდა. მღვიმესთანაც საკმაოდ მარტივად მოვხვდით. მღვიმემდე მისასვლელი გზა კიდევ ერთი ცალკე სანახაობა და ეგზოტიკა იყო. ბზის კორომები, ხავსით დაფარული ლოდები, ზღაპრულ სანახაობას ქმნიდა ერთობლიობაში. თუკი მრავალფეროვნება და რაღაცა ახლის განსხვავებულის ნახვა გსურთ, აქ ნამდვილად შეძლოთ მისტიკურ სამყაროში მოგზაურობას და დაუვიწყარი ემოციებითაც აივსებით. მღვიმეში შიგნით შესვლა ვერ მოვახერხეთ. მღვიმეში შესასვლელად სპეციალური ეკიპირება არის საჭირო. სამოყვარულო დონეზე მხოლოდ გარედან შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ფოტოებს გაგიზიარეთ მღვიმის შიდა სივრცის, რომელიც ვიზით სამეგრელოს Facebook გვერდიდან ავიღე. საადამიოს მღვიმე წყლით არის სავსე, რაც უნიკალურ საშუალებას იძლევა ექსტრემალური ტურიზმის ერთ-ერთი სახეობის სპელეო დაინგის განვითარებისათვის. ძალიან კარგი მოგზაურობა გამოგვივიდა. ფიქრობ ეს ადგილი თქვენც უნდა მონიშნოთ ზაფხულის მოსანახულებელ სანახაობებში.